მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ახლა ჩვენ ბიჭები ლაპარაკობდით, ნაცებს ჰქონდათ ძალიან ფარჩაკი აქცია მიშასთან საპრობლემო. სად არის ალიკა კუპრავა თუ ზვიადი? დაპირებული მოკლედ თქვენი ველადი სექტის ხო ჩამოვიდა. უფარჩაკესი აქციით შეხვდით რა. ზოგადად ნაცები გამოირჩევიან ფარჩაკი აქციებით, ანუ არ ვიცი, რაც გიდადისქენით რა, მაგარი აქცია მოხდა. რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მას მერე ნაცები გვარამეს არხის მეშვეობით აანონსებენ, რომ ხვალ იქნება რაღაც აპოკალიფსი და ზღვა ხალხი გამოვა და ამ დროს ხედავთ ხოლმე 3-5 კაცს კანტი კუნდათ, მაგრამ ყველაზე მაგარი არის ხო ვამბობდი რა პროსტა. აი ხო ვამბობდი რომ მიშამ ყველაფერი სიმთვრალის გამო გააფუჭა მეთქი. ან სხვა ლოგიკა არ ხსნის თქო ხო ვამბობდი. აღიარეთ. დამიდასტურეთ. მოდი აქ გაუშვათ ის კადრები რა. მართლა მთვრალი. ema გააფუჭა სიმთვრალის გამო. ესე უბრალოდ ორი ბოთლი არა. ნაკროვანებას გადააყოლა. ის ხო ზომიერება არ გააქვს. წამალი დალიეთო ეუნებიან ბიჭო. ნახე? უსმინე წყალი შეიძლება დავლიო და წამალი დალიეთო. უყურე? აი, წამალი დალიეთ. ეს ყობა სანამ დაიჭერდნენ, მანამდე უთხრა რომ წამალი მაქვს დასალევიო და მე გადაიფიქრა რა წამალს ფსიქოტროპულებს შეიძლება არა ფსიქოტროპული და ალკოჰოლი ერთად არ შეიძლება. ეხლა ნახე. აი პროტოკოლზე გაიწვა ის ვიყო. არა ასულელებს მართლა შეიძლება. მიანად მაგას მე ამჯერა მართლა მოკლედ სერიოზული ბიჭო ტიპმა ძალიან მაგარი თემა შეგაიხარე ანუ ძალიან მაგარი თემა ნაცებისთვის ძალიან მაგარი თემა 9 წლიანი მოლოდინი რომ მაგათი სექტის ტოტალიტარული სექტის და აგრესიული სექტის მესია მეორედ მოვიდოდა და გამოჩნდა წარმოიდგინე მიტინგზე რომ ერთ წამს რო ვიცი კი მაგრამ სინგალიაოდა დავაკვირდეთ აბა მე დავაკვირდი და ეს ვერ ამოუწევ მაგრამ უეჭველი ქვევრის იქნება ხა თავის ხინკალს იცნობდა რა მაიცა აი ეს არის აბა პირში გემო აქ ვიღაც გამოაზახებინა ეს არის ქვევრის ხინკალი ქვევრის ხინკალია ჩვენი ძმა და მეგობრის ლაშა ბასლაძის და რა ვიცი მაგან მე ხო და კურიერი მივიდა ბასლას ტიპიდან ზავიძენიდან დააკაკუნა და ამან მოუთხრა რომ ხინკალი ცუდიაო და რა ცოტააო და რა ცოტააო და გამოვიდა და დაუწყო კაჩავო და შენ ვინახა რომ მეოს მიხეილ სააკაშვილო და ესე მოხდა ესა მე მგონია რომ მოხდა რა სერიოზული თემა იქნებოდა ნაცებისთვის განსაკუთრებით ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ მათი რაღაცა მესია გამოჩნდებოდა იქ რა ქვია მიტინგზე შემოხლა რაღაცები მოხდა მოკლედ ტიპმა თემა გააფუჭა იმის გამო რომ სიმთვრალეს გადააყოლა თორე 3 საათში ერთხელ 4 საათში ერთხელ ეცვალა ბინა არ აიღო ტელეფონი კონსპირაციულ ბინებზე ყოფილი ბომბჟივით დაიჭირა ტიპი ჩარჩა ბინაში იმიტომ რომ შეუბერა მაგარი ბარხატნი кайფი მოიტანა მოდი ნაკროვანების კაცი რა შესაბამისად ნაკროვანების ადამიანს ზომიერების შეგრძნება არ აქვს მის ზომიერების შეგრძნება არ ქონდა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც პროექტის განხორციელებისას არც გუბლებები ადამიანის მკვლელი შენახვაში არ პოლიტიკური ეს გაჩვენებს როგორ უნდა ქონდეს ხა ზომიერება ეს გაჩვენებს რელიგიური სექტის ერთ-ერთი ლიდერის მიშისტების რელიგიური სექტის ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის მძნებარე გამოსვლას რომელიც გუშინდა გამიშვია მიმაჩნია დაღლამდე უწილობამდე 30 რიცხვის ჩათვლით ნუ დაველოდებით უბედურებასთან გვაქვს საქმე მე მგონი კარგად მაინც ვერ იცით ვინ არის 30-ში მოიტაცებს ჩვენ ქვეყანას თავის აგარაკად აქცევს დილის 6 საათზე 30-მდე მოტაცებული არა აქ ამ ლოგიკით როცა 5 ქალაქში და 22 რაღაცა მუნიციპალიტეტში დარჩა მხოლოდ მეორე ტური ანუ არა აქ მოტაცებული ნუ კარგი იქით იყოს და მე ამ პრეზიდენტს თუ მოვახერხეთ უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები დავჭერთ თავმოხერხილები დავჭერთ ანარა და საერთოდ საქართველოსთან ერთად ამოაუპობს ციხეში ამიტომ თერი ჩემი ანალიზით ვამბობ
აქ შეგვიძლია გაგვეჩერებინა. აქ შეგვიძლია გაგვეჩერებინა. და რას ამბობს? აბა, ხო, მაგრამ აქ უკვე ხო შეიძლება ლოგიკურად მაგრამ ჩემი რა გრძნობით, ინტუიციით, ანალიზით. და მას უნდა გააჩეროს ვიდეო, მაგრამ ნუ კაი გავუშვით. მე რაც გამაჩნია რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ განადგურებულია ჩვენი ოჯახი. ამაზე არ ვაპარაკობ. ხელში რა უჭირავს? შენი თემა. სანიტაიზერით მოძრაობს. სანიტაიზერით მოძრაობს. 30 რიცხვამდე პერმანენტული ყოველდღიური პატარა დიდი არ ვიცი მზადება ერთი ნაციონალური დიდი ეროვნული მოძრაობისთვის. რა თქმა უნდა იმ მოძრაობას კი გაუძღვება მისი პარტია ნიკანორ მელიას ნიკას ხელმძღვანელობით. რაც უნდა ამას საუბარი, მაგრამ მანამდე ვაკონტროლოთ იდეური ფრაზა ერთმანეთის მიმართ ტყვიან მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოსთვის არის, ერთმანეთისთვის არა. ეს უკრა ნიკას ხო? და ის ვერაციტი რა? ჰა? მამამისის ლექსი ვერაციტი რა? ტყვია ვიზაში მოსახვედრია, მაგრამ უბრალოდ ეხლა მან რა ხდება? ამ ორ სექტას შორის რელიგიურსა და პრაგმატულს თუ რა ქვია პოლიტიკურს არის სერიოზული დაპირისპირება. ყოველთვის ეგრე იყო, იყვნენ რელიგიური ფანატიკოსები, თაკო ჩარგვიანი არის მიშას სექტის რელიგიური ფანატიკოსი, რა თქმა უნდა უკვე და ხიტრი ნველია, რომელსაც უნდა მიშა რაც შეიძლება მალე მოიშოროს რამენაირად რა. ხო და აი ამ დაპირისპირების ამსახველია. ვინ მოიგებს შენი აზრით ამ დაპირისპირებას? ამ ძალთა დაპირისპირებაში? რელიგიურმა სექტამ უნდა მოიგოს, იმიტომ რომ მიშა თავის თავშივე უკვე არაპოლიტიკური ლიდერია, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ მიშას აი ამ არყის თემაზე, არ ვიცი, ვაფშე ამოუწურავი თემაა. ეს არ ყველაფერი რო არყით გააფუჭა, ანუ დაუსრულებელი. მოიცა თაკო მინდა კიდე გავ ვერ კონცენტრირდები რა. გეხოცები რა. პროსტა გაუშვით. ასთან დაკავშირებად ვითხოვ მგონია რომ აი ახლა ჩვენ ზუსტად ისე როგორც მე მგონია რომ ეს ერთი საქმეა ნიკას გარშემო კონსოლიდირება აი ამ პარტიებისა ჩვენი ყველასი ამ ქალაქის მერის გარშემო ეს მგონია ნიკა ქალაქის მერია უკვე ხო? კაი. ვერ მივაქცია ხურათო. ვა. უკვე გახდა. რატო არა? ხო, სანდრა როგორც იყო ზუგდიდის. ხო, სანდრა. ყოფილი ნაწილი სასწრაფოდ მოთხოვნისა სააკაშვილის და თან მგონია რომ მოქმედებაში თუ არ მოვიყვანეთ ჩვენ ეს იმ მეორე ტურამდე, აი მეორე ტურს დაგვახევს თავზე. ეს უზურპატორი, ეს არ არის ვიღაცა, ეს არის ქართული სახელმწიფოს ჩამომშლელი და მიმტაცებელი. აი ეს არის ჩემი პრევენცია, რომელიც რაღაცნაირად მე რო ჩაუღრმავდებია ხოლმე ხვდებიან რომ მე ამას ხარდამჭერები მაგიდეაში. რა თქმა უნდა, აბარა არა, ეხლაც აი ამ ნაციონალურ მოძრაობაში აზრები ორად არის გაყოფილი. არა, იცით როგორი მდგომარეობა, მე არ მინდა ესე თქვა რომ აი ორად არის გაყოფილი. არა, დღეს უკვე ხარდამჭერები იქ იდგნენ მისი და მე რომ თქვი როდესაც ვღელავდი, თქვენ ნახეთ როგორი რეაქცია იყო, ალბათ გადაღებული გქონდათ. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვინმე იმას უპირისპირდება პოლიტიკა და როგორ წარმოგიდგენიათ რომ აი ეს პატარა პარტიებიც დადგებიან იმ აქციაზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. არ დადგებიან გადალახეს ეს მიშას კომპლექსი. არ დადგებიან და ბატონებო, ბოდიშვიხთი, მაგრამ თქვენი სახსენებელი არ იქნება შემდეგ ტურში კი არა. საერთოდ შემდეგ არჩევნებში. ისე განულდებით და მიერეცხებით, იმიტომ კი არა რომ სააკაშვილი დავიცავით, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო არ დაიცავით მიტაცებისგან. აი ამიტომ მიერეცხებით. ეხლა არის ნიკა მელიას იმ კოალიციური მთავრობის, რა თქმა უნდა, მომძლავრების და გაფართოების დრო, მაგრამ ქუჩა და ქუჩა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთადერთი ხალხის ეშინია. კაი. ხო, ანუ ნიკა მელია რო უკვე ის არის, რა ქვია, მერი გავიგეთ. ქუჩა და ქუჩა. თაკოს არ მინდა ვიმართო ქალია და აი თქვენ დანარჩენო ჩმორო მიშისდებო, ჩემ ფეხებს გამოიყვანთ ბევრ ხალხს და ჩემ ფეხებს გამოუშვებთ დილეგიდან თქვენს, ასე ვთქვათ, ჩმორ პრეზიდენტს. არყის თემა გავიხსენოთ რა. ხო შეიძლება კაცურად ჩამოსულიყო, ჩაბარებოდა რა და გმირულად წაეყვანათ. კაცურად კაი ვერ მოთხოვ, ჭკვიანურად. ჭკვიანურად, კაი. აი ჭკვიანურადაც ვერ მოთხოვ, ოდნავ ჭკვიანურად. კი ბატონო. როგორ აი ადრე ხო ამბობდი, მაგრა სწორი შეფასება მისცა თქო და გამისტორდა მეთქი. გახსოვთ ის სიგუა.
ის რო არის, ჟულიკი სიგუა. რა მაგარი რაღაც თქვა. 1.55 წლის გალოთებული კაციაო, მეტი არაფერი. აი, ყველაზე სწორად მაგას ყო. ამაზე მაგარი თემა მიშას ვაფშე ცხოვრებაში არც ქონია და აღარც ექნება და თიმა სასმლის გამო გააფუჭა. ანუ, რავი, კაცი ადამიანში თათქარიძე ბევრად ეთიკურად არის აღწერილი. ამასობაში გრძელდება მიშიზაციის პროცესი. და როგორი პონტია, იცი? ლაშა ბუღაძე წავიკითხავ სტატუსს და მიშა არ უნდა იჯდესო, დავით ზურაბიშვილმა მიშა გარეთ უნდა იყოსო და გახარია, რომელიც სულ უფრო კაფიოდ მიშისტდება, ყოველთვის ჩემი აზრით ქონდა ეს ნაკლი. ნაკლი კი არა, ხინჯი კი არა, რა ვიცი, უბედურება სჭირდა რაც გადადგა და მაგიტომაც გადადგა. ეხა მაგის პაროდისტი რო არის, რა ქვია, ქემოკლიძე, ხო? რას ამბობს, ნახე? საბოლოო ჯამში მოკლე ვადიანი. ვადამდელ არჩევნებს ელოდებით რომ იქნება ვადამდელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება. რა გაძლევთ? რატომ გონიათ რომ იქნება? იმიტომ რომ მეორე ტურზე ოპოზიცია გაიმარჯვებს. როგორი გინოდა შენ მილილ თილაპარაკოთო, ხო? აი მიებარე ამას და გასწავლე. არ მინდა. მადლობა. პროგნოზი. არა, სიმართლე თუ გინდათ, მეორე ტურზე ოპოზიცია იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა მიმართულებებით გაიმარჯვებს, რაღა დაგიმალოთ, ეგერთი და ხო, გასაგებია. ნაცების გამარჯვება უნდა იმ ძალის. მარტო ნაცები და ოპოზიციაში. ანუ თავისუფლებას გასრულებას პირდება არა, იმედი მაქვს, გახარია პარტიის. აი, გახარიისტება. აგე მინდა მათ მიმართო. ეს დეგენერატი თქვენი იმისი რა ქვია ბელადის ასევე სექტის ბელადია ეგეც მეტი რატო უნდა გევასებოდეს თუ არა ეგ გზნებარე დამოკიდებულება თქვენი სექტის ბელადის ქვებელადი პაროდისტი ღია დამოს კაცი ფეხებზე არ კიდია თქვა რომ იმედია ოპოზიცია მეორე ტურებში გაიმარჯვებს ანუ ოპოზიცია ვინაა დარჩენილი მელია მეორე მელია ნაცები ხო მელია გაიმარჯვებს კალაძეზე და ამის იმედი აქვს გახარიას პარტიის ლიდერს მალაჯეც საღოლ მართლა და სხვას კი არც არ ვიძახდით ჩვენ და გვანძღავთ მაგრა ვილანძღებოდ ოღონდ სერიოზული სექტორი ეხა რომ მეთქვა რომ ამ არჩევნებზე რომ მეთქვა რომ გახარიას პარტიის ლიდერი მელიას დაუჭერს ხარცო მაშინ აკეთებო ნაცები თქვენ ხართო ბუნებრივია საღოლ არა ნუ ეგ რა სიტყვი ხა ამაზე მე ჩემი თავარი პრობლემა გახარიას მიმართ ეგ იყო იმიტომ რომ ის კი არა რომ გახარია აღმოჩნდა ცუდი კაცი. ის რომ ჩემი წარმოდგენები აღმოჩნდა გახარიასადმი არასწორი. მე ყველაზე მეტად ეგ მაბრაზებს, იმიტომ რომ მე სხვა დამოკიდებულს მომართავს სხვა მოლოდინი. ხო, ანუ გახარია ბიჭო პირველი ანუ რითიც ყველაზე მეტად გამისწორდა იყო ის ბოკერიას რო ეჩხუბა საპარლამენტო ტრიბუნიდან და რო წარმოთქვა ის ფრთიანი ფრაზა რომ მე თქვენ პირადად დაგამთავრებთ. აბა. გამოხდა ხანი, არც თუ ისე დიდი, ერთი წელიც კი არ და მისი პარტიის პაროდისტი შესაბამისად აღჭურვილი იმ უფლებამოსილებით რომ მისი აზრები გააჟღეროს ამბობს რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაში ანუ ნაცებს იმიტომ რომ სხვა აღარ არის დარჩენილი დიდი იმედი აქვს რომ ნაცები მოიგებენ ქართულ ოცნებას ან არჩევნებს მეიგებენ ხო ანუ ეს არის ყველაზე ტრაგიკული ტრანსფორმაცია ან ზეროს მოგებას რეალური სახის ჩვენება თუ ტრანსფორმაცია არ არის და ესე რადიკალურად და რეგრესის მხარე არ შეიცვალა, გამოდის რომ ესე იგი რეალური სახე გამოაჩინა და ეგ რეალური სახე რო ვერ დავინახე პირადად მე. ეგ ძალიან გულს მწყობს, იმიტომ რომ აროჩე არ მიდის გადაცემა თუ გუბაზი არ არის. ო, რა თქმა უნდა. დღეს რაღაცები იყო რა. ო, ჯერ უნდა გავიხსენო არქივი. აჰა. არქივში მოვიკეთე. გალალედინი. არა, როგორც ამ აგვისტოს მე აი ამ ბიჭმა მიშიკო აი ეს გააკეთა ამისთვისაც დასაჯელი და ამას არ ვაპატიებ მე ყველამ რო ვაპატიოს ყველა მეზობელს გაუჩნდა სურვილი კარგსაც და ცუდსაც რომ საქართველოს იშლება იდით ბიჭებო ჩამოაჭერეთ რა ვერც იოცნებებდნენ ისეთ რაღაცებზე ჩალიჩობენ უკვე თურქეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთა ეს განცხადება რო ბათუმი თუ დაიბომბება ძმაო მე უნდა მივხედო ბათუმს გააკეთა ეს განცხადება დიახ ომის დროს არცის ხელშეკრულებაში წერია ხო ამით აჭარის ავტონომიის გარანტი ვინ არის თურქეთი ხო დიდი შანსი მაგიტომაც რო არ დაბომბეს და შეხედე რა ქნა ამ კაცმა კიდე
ოსებთან და აფხაზებთან. ორი გამოსავალია, ხო? ან ომი, ან მშვიდობა. ორივე არ გამოდის. ამან ის გააკეთა, რომ არც მშვიდობა გამოდის იმგენთან და არც ომი. ჩაძება თვითმფრინავში, დაგვეჩხანება იქიდან და გაფრინდება. ყველა ქვეყანა მისი სამშობლოა, საქართველოს გარდა. აი, მოკლედ. აუ, შედევრია. შედევრალური კაცია. უბაზი არის. და მისი აგერ ეხლა მგზნებარე. გზნებარე. მაგარი ისტორია. მიშარო უშვებდა შესაძლებლობას, რომ ბათუმი დაებომბა ასლანის გამო. წავიდა. ბიძინას ქათმებო, ეგრეთ წოდებულო ტროლებო და საქათმევ ბიძინასი. აკრიახთით ახლა, ხო ვიცით რომ აკრიახთებით, ამაღამრას იზამთ. კორექტული. ჩვეულებრივი, რა კორექტული ქათმები არიან, ჩვენ თუ ვიქნებით რაღაცა ნინო, კორექტულობის დრო, კორექტულობის დრო, ყოველთვის არის. გეხებხებათ სტანდარტშიც არის. ქათმი რამე სტანდარტს მიღმა ნუ ვიქნები. სტანდარტს მიღმა. რაღაცას გავიხსენებ. ვარამია. ერთამი რა შავა, ერთამი დაასტოპე. ნინოსთან ქონდათ მე მართლა რა მაინტერესებს ჟიჟილაშვილი უფრო პრობლემური რატო გამოშორდა როცა იქიდან რა ქვია ყველა ეთერი კაკო ბობოხიძე ეუბნება რომ ახალგაზრდებს თოფი აიღეთ და ისროლეთ თუ ის არ გაუჩერებია და გვარამია რომელიც სისხლს დაავლევო და კოჭებს დაგიხვიდავთ და ისე და ქათამზე ანუ რაღაც ჰომოფობიური სამოიცნო თუ რა ლიბერალური განგაში წავიდა. სიტყვა აგაც ქათამი, არიან საქათმები. რაღაცას გავიხსენებ ერთხელ, აი ძალიან მკაფიოდ ეს მაყოფილია რომ რაღაცა იხუტკახა. ვაი ეს ძროხა ეს კაფე. აი კორექტულად ჩვენ მაინც ნუ გავწდები ბობოტამი. ესობს ნინოსთან ქონდათ ინტერვიუ რაღაც გკითხათ და თქვენ ბიძინა ივანიშვილზე რაღაც თქვი და ზუსტად ეს დიალოგი იყო კორექტულად და მე მახსოვს რა შაკინოი ვარიანტი აი ჰუმორი აუ რა შაკინოი ვარიანტებია ძალიან ვიცინი რამდენი ვიცინე აუ და მაგარ შაკინოი ვარიანტები მაგარი მოდი ხარ თუ კეიფობთო ეკნება საღოლ ჰუმორის შეგრძნება რო აქვს ადამიანს ბევრი ვიცი აი ხაც ვიცი კაროჩე მე რის თქმა მინდა იცი რომ ესენი ძალიან გაფარჩაკდნენ რა მე დავწერე კიდე სტატუსი და ეხა მინდა აქედან შეუძახოთ. ძალიან ფარჩაკულად ჩანხარდა. რამე აქცია მოხოდეთ რა, მართლა ყვირილით და აქ სტატუსების წერით არ გამოვა ეგ ამბავი რა. ხო, ამ ბოლო დროს ტრენდია რომ ამერიკელებს თხოვენ, რომ მარსკი ეკოციკი გადმოსხით მთავრობა წაიყვანეთ ეს და მიშა გამოუშვით და არ გამოვა არც ეგ ამბავი რა. არ ჩაერევა ესე. ეგრე ყველაზე ახლოს მაგემის განხორციელებასთან იქნება ზურაგის ჭიაფასი მარსკი ეკოციკი კეპკით, ეგრო შევარდეთ მიშას გამოსახულება. ეგ და კაცარავა. რემბოს ფორმაში. ძალიან კარგად ჩატარდა არჩევნები, ყველა დამკვირვებელმა და აგერ ეუთოს და ოდირის დასკვნა და ევროკავშირის დასკვნა იყო და კარგად ჩატარდა. ლაპარაკობენ ინფორმაციაზე, რომელიც მიაწოდა ელს, რომელმაც მიაწოდა შახინს, რომ რაღაც ზეწოლა იყო საჯარო სექტორის, მაგრამ კონკრეტული ფაქტები არა აქვს და ვერც ეკნებათ. ეს ახალი კოდექსი ნორმალურად მუშაობს და სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ეხლა არ არის აყალმაყალი, არ არის აქციები ცესკოსთან და ზოგადად 10%-იანი გადათვლაც ძალიან კარგია. შემთხვევით გადათვლა ეხლა რომ მიიღეს. მოკლედ რეგულირდება არჩევნების საკითხი და უნდა შეეგუონ ამ მარტს რა ეხლა მაგრამ არც იძახიან რომ წავაგეთო ხო იძახიან მოვიგეთო ცოტა აბნევენ თავიანთ იმას. ხო არეულები არიან რა ისე რა ცალსახა პოზიცია მელია უკვე როცა ცალსახა პოზიცია ამბივალენტური. კალამ რამდენი აიღო 44 ხო? მაგის იქით კაცო სანდრა მიიწვიეს სანდრა როცა იყრიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზეგი კენს თუ არ ვცდები მაია ასათიანთან გადაცემაში მიიწვიეს როგორც უკვე ზუგდიდის მერი. ანუ ეგ დაახლოებით რა კალიბრია იცი აგვისტოს ომი წაგებული ომი რო გვაზე იმეს მოგებულ ომად დაახლოებით მიჩვეულები არიან რა ზოგადად ეს საპრეზიდენტო არ გახსოვს კი 19 საპრეზიდენტო ვაშაძეს რამდენი საპრეზიდენტო 2019 ვაშაძის გამარჯვებას რო ზეიმობდნენ რუსთაველზე ცალკე ინაუგურაცია უნდა მოვხოდოთო არ გახსოვს ეგ ამბავი ხო ყვევია წაგების პარალელური რეალობების შექმნა არახალია მაგათ ისე მართლა ისეთი არა ორველზე რო ლაპარაკობენ მე არ მიყვარს ხოლმე ორველის თქვათ ესეთ პოლიტიკურ კონტექსტში გამოყენება იმიტომ რომ ის მგონია მეტნაკლებად რაღაცა ძალიან ზედმეტად მეინსტრიმულია მაგრამ მიუხედავად ამისა თუ ვინმეს ორველის დისტოპიური
სცენარი ემთხვევა, ეს არის ნაციონალური მაგრა გაგშიფრა გულბაზმა. მაგრა დაგვიჭირა. ბრავო. გაუშვით. ყველანი ვინც ლაპარაკობდით რომ შიშა რა კურდღელია ვერ ჩამოვა გადაგვაგდებს მაგი იქაურობას მიატოვებს უკრაინაში აწყობილი აქვს გიტარასავით ამ ერთ ტექსტები გამიგია ახლა რა სიტყვით ნაზირალებო რა სიტყვით ფაქტის წინაშე დააყენა მთელი საქართველოს ერთმა კაცმა სააკაშვილი გამოვა ციხიდან ოღონდ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს თვითონ მიხეილ სააკაშვილი და არა სხვა ნუ რავინ დაიჩემებს ამას მათ შორის მასებიც კიდევ ერთი რელიგიური სიმბოლიზმი შემოიტანა. ეს რელიგიაში მიდის. ეს რომელია, იცი? ბარონ მიუნჰაუზენი რო ყვება, რომ საკუთარ ხრილში ჩავარდა, ჩემი თავით, აი ეს სხვა კი, ეს უკვე რელიგიურ სენტიმენტი, მეტაფიზიკური სენტიმენტებია უკვე. ეს სხვა მიუჯდეს, მაგრამ დიდია ციხის. არა, უბაზი ციხისთვისაც ის არის და მიშასთვისაც შეუფერებელი. თავის თავს არ კადრებს, მიშას არ კადრებს მაგას რომ ბალანდა არ დაევასება ამას. მიშასაც არ ევასება. რას ჭამს ნეტა მიშა? რა საბნის ქვეშ არ ჭამს რაღაცებს ახლა. ეხა ხო შიმშილოს. აი რა შიმშილოს, აი მიშა და შიმშილო. მაგრამ ეხა აი ვიცი ამბობდა რომ არ შიმშილოს, საჩეულე მაგას ხო შიმშილოს. კაცი დათვრა და ჩამოვიდა გასულელებულა. მიშას შიმშილის თავი შეეძლოს, იმასაც შეიკავებდა რომ მოდი ეხა არ დავთვრე და არ გამოვლენჩდება. ფსიქოტროპულები და ეს. ხო და ეს დასაწყისში რომ ამბობს, რომ ეხა რა სიტყვით, ეხა უარეს სიტყვით, ბიჭო. ანუ კაცი დედათხვი არის, რომ ორი ბოთლი არაყი დალია. და გადებილდა და საბოლოოდ ლაივები აკეთა და ამის ჯამაგირი მიშა რო ციხეში ჩაჯდა. აი ეგ უარე მუქრება მადარდებს. შეიძლება ეს თემური ბიძიასთან აკავშიროს. არა, ნახე ბაჩო, მან რა არის. შავად, ჯამაგირს დაუტოვებენ, მაგრამ ამ ჯამაგირის აღების პროცედურა იქნება უხერხული და გავრცელებული. ვაფშე არა. მე გეტყვი რატო. თქვათ დააგვიანეს. ვის მოთხოვს, ვის შეახსენებს? მანამდე თხოვდა მიშას, რომ აი მიშა გეხვეწები რა. ეხა ვის შეახსენებს? თემური ბიძიას ხო? თემური ბიძი. აი თემური არ არის სულ კონტაქტი. არა, თემურის ფულთან კავშირი არა. და გეკითხები, აი მართლა ვის შეახსენებს? გვარამიას მაშინ. ხო, ნუ გვარამია ეტყვის, რომ ხვალ გამოიარე რა, რაღაცა გვარამიასთან არ ექნება. სიტყვაზე ვიღაცას ეტყვის, საღამოს აყოფია მაშინ, რა გინდათ ხა გითხრით თუ არიან. საღამოს რაღაცას გიშველით რა, ეხა არ არის პონტი. არა, მაგას ექნება ეგრე ყოველთვიურად არა, მაგას ექნება კუშად. თემები? არა, თემებს ვინ მია. აი, აბა რა, როგორ? არა, დესიტის მისემენ 6 თვეში. კაი, სერიოზულად. $10 ცუდია, მაგას. ხელფასიც ხო აქ იქ. პარლამენტში ჩვენ ხარჯზე ხო აქ, ხელფასი იღებს 5-იან. არა, ცალკე სპიკერობაში ფული ექნება, აბა ესე არ მოინდომებდა, მაშინ იჯდებოდა მშვიდად და კი გაალანძღავდა ოცნებას, მაგრამ ეგ აი სოლო დრიბლერია, ეგ ძმაო, სერიოზული ფული. მართალი ხარ შენ. ნუ აი არ ვიცი, ეგ საკითხი სხვა ჩვენ ტელევიზიებსაც გადასაწყვეტი აქვს ეგ საკითხი. კი. მიშასგან თუ რამე მაყუთი მოდიოდა, ეხა როგორ წამოვა ეგ არავინ არ. ბიჭო, იმაზე რა ხდება ფორმულას რო ხურავდით? ფორმულა გრძელდება. შევარდა ფორმულაში? არა, ფორმულა გრძელდება, თავის სხვათა შორის მეგობრებო, რეპორტაჟს ვაკეთებთ. იდეა აქვს? ხო და მაგარ რაღაცას გეუბნები. რეპორტაჟს ვაკეთებთ, სანაიამ და ჩერგომ დასხეს. აი როგორც ზეზალთა დაპირისპირება მორიგი. როგორც მშულდაძეს და ჩერგოს დაპირისპირების დროს ბევრი რამე გაირკვა. ჩერგომ პირდაპირ თქვა, რომ კეზერა ბოკერიას ებრძოდა პარტიაში, პარტიას რო აფინანსებდა კეზერა. ბოკერიას ებრძოდა, ბოკერიას ლიდერშიპი არ უნდოდა და პირდაპირ თქვა, რომ გებრისო. ბევრი საინტერესო რამ თქვა ამას რეპორტაჟში გაიგებთ და თქვა ძალიან მაგარი რაღაცა ერთმანეთს დაეჯახნენ, არის ორი მზეძალა. დაეჯახა ერთმანეთს საკუთარ რეიტინგზე. იმან უთხრა ახოსანაია პარტიის რეიტინგი დაბალია, ამა ტელევიზიის რეიტინგი. ყოველს უთხრა შავი ხარ. ხო და ტელევიზიის რეიტინგი რო დაბალია, მაგაზე არაფერი საპროტესტო არ უთქვამს სანაეს, მაგრამ რითი გააправა, იცი? სოციალურ ქსელში ხო მაგალი რეიტინგი. იასნა. სოციალურ ქსელში ირმების დასაობას ხო ვაჩვენე. კი, შეყვარებული ჟირაფები ერთმანეთს დაშორდნენ და ეგ მომენტი ყველას დაინტერესებს, შეყვარებული ჟირაფი რატო დაშორდა? ხახო რო იცოდეთ რა, ვინც არიცით. სოციალურ ქსელში ტელევიზიით მარიაჟობა არის ისეთი უკიდურესად დებილობა რა, იმიტომ რომ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს რეიტინგი ტელევიზორში. ტელევიზია კეთდება დიდი ეკრანისთვის და ტელევიზორისთვის და სოციალურ ქსელში TikTok-ს. ეგ არის რაღაც რეჟისორმა უხას რომ მაგარი ფილმი გადავიღე, იმიტომ რომ მიმებს აკეთებენ მაგისგან. ხო რა, ხო. Facebook-ზე მიმები ხო შეგხვედრია ფილმი, და გაიფილმე. მასე ჩვენი ჯიგარი მერმალო მაგრაძის
ფილმი არის ყველაზე მაგარი ფილმი, იმიტომ რომ უამრავი მაგაზე რომ მიმებია გაკეთებული, ამაზე მეტი მიმები არ ყოფილა არც ერთ ფილმიდან. ხო და ეგ ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა მეგობრებო და სიუჟეტში, პარასკევს სიუჟეტში იქნება გაგაშლილი, მაგრამ ნუ აი ძალიან სასაცილოები არიან, საყვარლები თან რაღაც. კი, მართლა ძალიან საყვარლები არიან. აი ეგ არის, როგორ უნდა რა უნდა დავუძახოთ, დეკადანს ვერ დავუძახებ, ამათ რენესანსი არ ქონიათ, მაგრამ მაინც რაღაცა ის არის რა, სერიოზული და ისია. სერიოზული. გუბაზი გვემატება ნელ-ნელა? მართლა. კი, ჭარელა გვიგდებს, აუშვათ. აი, ეხა ხდება გუბაზის ბაზარი. ჩვენ ვაფშე თელს. აუ, არ აქვს ჩვენია. დავიდა. ან არის შეჩერებული. შეჩერებულია. და აჩერებს ამას ერთი კაცის ნება კი არა. ამ ერთ კაცს ხელს უწყობს 10,000-ობით კაცი. ჭაღარა ხალხია, უფროსი თაობა შვება ამას ხალხო. დაუკვირდით კომისიის წევრებად წამლად ერთ ახალგაზრდას ვერ ნახავთ. ახალგაზრდები არ ეკარებიან ამ ხელისუფლებას, მაგრამ უფროსი თაობა მონაწილეობს ქვეყნის დაქცევაში. და რო იძახიან შვილისთვის უნდა და შვილისთვის ტყუილია, თავისთვის უნდათ რა. ბოდიში და შვილებიც ფეხებზე კიდიათ და შვილიშვილებიც რა. მეც რა ასე მამები და ბაბუები არ იქცევიან. დასტოპ. მეც რა მაინტერესებს, ერთი დასტოინი ახალგაზრდა მითხარით, ვინც ნაცებთან არის აფილირებული და არა, მართლა ხო შეიძლება იყოს ახალგაზრდა ტიპი, გვარამია. ჰა? გვარამია. საღო. გაიგერა თქვა. ერთი ეს იდიოტია, ეს ტიპი ვაფშე არაკომპეტენტურია საოცრად. კომისიის წევრებიო არ არიანო ახალგაზრდა. კომისიის წევრი ყავდა ძალიან ბევრ პარტიას, ახალი კოდექსით, უამრავ პარტიას და კაი დაუშვათ კოცებს არ ყავთ კომისიის ახალგაზრდა წევრები და ნაცებს ვინ უშლის ხელს რომ ყავდეს ახალგაზრდა წევრი. ხო ვინ უშლის ხო? ან ნებისმიერ მონაცო პარტია. არა, ნაცები ახალგაზრდების დალაკონიათ, ვახჩი. ამან არის ახალგაზრდების საერთოდ. სხვა შორის ამას არ აქვს მობილური ტელეფონი. გადასამოწმებელია ეგ ინფო, მაგრამ წარმატებული ახალგაზრდა ყავთ ის კურდღელაურში რო იყო, ვინ წაავლო ბავშვინში ხელიო. ძალიან მაგარი. და ეგ თურმე ის ყოფილა. მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. სადა? სადა იმაში. რა ნიუ-იორკში. ის რა მაგარია, ტიპი მიშისტად გაიზარდა. არისო და არისო და გაიზარდა ხო დაიბადა მაგვიდოში ყოველს მაგარი natural born missistic მაგვიდოში ხო მაგას ბაზ დააჯარიმეს შუაში არისო პოლიტიკა რა შუაში არის დააჯარიმეს ბიძინაძე რო იძახდა დააჯარიმეს და გადაიხადა რა შვებიდე ხა აუ ძალიან მაგარი ვიდეო ბიჭო ვაფშე გახსოვს პროსტა წინა საარჩევნო პროცესი რას გავდა info 9 ხო გახსოვთ ფაჩო ხო გახსოვს აი info 9-ის ვიდეოები არის ჩვეულებრივი კულტურული და პოლიტიკური ანთოლოგია თანამედროვე საქართველოსი. info 9 შემორჩენილი საოცარი კადრები. გაუძო. აი ამაზე უნდა მებაძვა. აი საარჩევნო უბანზე რო ეს ხდება. აი ეს არის გორში ხდებოდა ეს ხაშურში და ხაშურში ანუ სპეც დაასტოპერსანშავა სპეც რაზმი შავა ეხლა არა სპეც მას ჩაუწიეთ შენი სპეც რაზმი ვიდეო გაუშვით მას ჩაუწიეთ სპეც რაზმი შევიდა საარჩევნო უბანზე ხაშურში და მერე ჩაერთნენ არც კანონიკური პირები სასულიერო პირები
პირდაპირ ეთერი ჩაერთო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ საარჩევნო პროცესების შემოქმედები ლაპარაკობენ დღევანდელ საარჩევნო სისტემაზე და პროცესებზე, რომ აი ეს არის გაუგონარი დარღვევა. ანუ ჩვეულებრივად იარაღიანი ტიპები შევარდნენ. იარაღიანი ტიპები და თუ გახსოვთ ალბათ წინა საარჩევნო პროცესი როგორ იყო, ხო? კარალეთში რა მოხდა. როგორ გაყარა ხახმა? კარალეთში ხო გახსოვთ ქვები, სროლები და ის ალისტრახოები ხო გახსოვთ კი ჟურნალისტები რას ჩადიოდნენ, რას კადრულობდნენ, რა მორალური დეგრადაცია გაუყომართებული და დეფორმირებული იყო მთლიანად მორალი და საჯარო სივრცე ამ პერიოდში. ესაა მითვისებული პოლიცია, მითვისებული სპეცსამსახურები, როცა პოლიცია მოდის, მოქალაქე ეუნება საარჩევნო უბანზე, რომ ნიღბიანი ტიპი იარაღით არის მოსული და აგერ შიგნით არიან და აქვთ იარაღი და პოლიციის რეაგირება არის, რომ ის ტიპები დაიცვას, იმათ არ შეუვარდეს ხალხი და ეს ხალხი გაარიდოს იქ პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც მიდის არჩევნებში პირდაპირ ჩარევისთვის, თან ცეცხლსასროლი იარაღი. და დღეს ნაცები ბაზრობენ იმას, რომ მითვისებული არის ყველაფერი და თავისუფლება არ არსებობს ამ ქვეყანაში და არჩევნები ტარდება ტოტალური გაყალბებით. აბა, მართლა, აი პროსტა დაუჯერებელი ამბავია რა, იგი ყოველთვის ამბობდა იგივეს გავიმეორებ რა, აი ბრეივიკმა რომ ძალადობა გააპროტესტოს რა, სადაც მეგის კარდავა ქართულ მიწას და დასავლეთის ამბავი არის, ძალიან აი დასავლეთი რა, მე კოლექტიურ დასავლეთს არ გულისხმობ, აი ვიღაც სენატორები რომ ძალიან შემაშფოთებელი 2012 წელთან შედარებითაც კი უარესი არჩევნები. აი ჩვენ მოდი თუ შემიძმა ხართ ხო რა, მაგათ ყველაზე უნდა დაუწერო რა. არა, უნდა უთხრა რა, მოდი რა, თქვენს არჩევნებს ბიჭო, კაი რა. კაი რა მართლა რა. და მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი კარგად არის, აი ძალიან კარგად რა. შიკოლაძე. მიშა არის ციხეში, სექტა არის ისტერიკი. მაგას მე მგონი ჩვენ კიდე ანუ დემორალიზებულია სექტა და ვერ ორგანიზდებიან. მიშა არის ციხეში. მიშა არის ციხეში კიდე პროცესებს თუ გავიაზრებთ სასაცილოდ და კომიკურად, იმიტომ რომ მთელი თავისი 8 წლიანი მოლოდინი, ტანჯვა და ყველაფერი რისი ოცნებაც ჰქონდა მართლა რომ საქართველოს ჩამოსულიყო, იმიტომ რომ იქ ვერავინ ვერ ცნობდა უკრაინაში და ამას ძალაუფლება და პოპულარობა ენატრება, გააფუჭა იმის გამო, რომ დათვრა. რამე ის კი არა, აი რაღაც, დათვრა. შენი ვინა დათვრობის თემა, დათვრა და ჩარჩა ბინაში მაგარი პრიხოჩი. შელო კამაჯისაც ათვალიერებდა და იმდენად ჰქონდა ბოლომდე. კამაჯი ხო? ბიჭო ხო და ანუ მაგ ფაქტს თქო რა, მე მგონი ბოლომდე ჩვენ ვერ ვიაზრებთ, იმიტომ რომ რაღაც ანუ მე მგონია რომ არაფერი არ შეცვლილა რა. ანუ იმას გულისხმობ რომ ტიპი რომელიც 9 წლის განმავლობაში ქვეყანას პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით ქვეყანაზე პირდაპირ გადატანით მნიშვნელობით სექსუალურად ძალადობდა, ანუ ეს ამ კალიბრის მოძალადე გვიზის ციხეში, ანუ რასაც ველოდებოდით ამდენი ხანი, ის განხორციელდა. აბა ბიჭო, მიშა ზის ციხეში, ბიჭო. ტელეფონით ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა პროკურატურას მოუთხოვია და ეს არის არ ნახული ზეწოლაო. აი 1 საათით უნდა ჩასვა მაგის ციხეში რა. ახია რა მართლა რა. მახი, აი პოლიტიკოსი ვინ დაიჭირა, ნუ აი ბათიაშვილი მოხდება. მაგრამ ნუ ხო ადამიანი რომელიც უბრალოდ ნუ კიდე კარგი მაგრად იყო ირაკლი უარ გაგიჟდა რა იმიტომ რომ სამარტო საკანში აი ესეც საკანში ვერ წვებოდა წესიერად თურმე ფეხზე უნდა მიგარი რეკავდა და სუ ის ჰქონდა რა ქვია კონტაქტი რა მაგას მართლა აი ეგ და ბათიაშვილი რის გამო დაიჭირეს ინტელექტუალური შეწყობა რევოლუციისადმი აჯანყებისადმი აჯანყების არეულობის აჯანყება რა მოკლედ რო უთხრა ტელეფონზე გამაგრდითო ამის გამო დაიჭირეს და სამარტო საკანი იყო ნუ როგორც ყვები მეშვიდეში იჯდა ეგა სადაც ქურდები იჯდნენ ოღონდ იზოლირებულად და მეშვიდეში იჯდა და იჯდა და შეწყალებას მოაწერა ხელი არც მოითხოვა და არა იჯდა და იჯდა როგორც იცი აი ნუ არ გაგიჯდა რა იმიტომ რომ ბევრს კითხულობდა წერდა და ასე შემდეგ რა მაგრამ ნუ წარმოიდგინე რა ეხლა რა ვიშა შენ წარმოიდგინე ციხეში ხარ როზის საკუთარ თავთან რო შედება გიჯდება იმიტომ რომ არ შეუულია რა როზე მეტად იქ ზეგერ წაიკითხავს და ღმერთზე ვერ იფიქრებს და ვერაფერზე საერთოდ რა
ესენი კიდე აქედან აგიჟებენ, რომ შედიან ესენი და აბა ბიჭო, მიდი მაგ. ეხა რა გატეხილს. და ხანში ეხლა ამბავს ავტეხავ და რა. ეხა რა გატეხილსია თუ რა. მელია გამოაგდეს პარლამენტიდან. უბრალოდ თავი გაიგდო რა. ხო დაწერა თანამარჩევნები იქნებოდა რომ რა მოთხოვნას ქონდა ის ის ხო გააგდეს. იხვეწებოდა. კარგია ეგ. გამაგდეს. ხო, მართალია ეს იდიოტები მაინც ცდილობდნენ რაღაცნაირად ისე წარმოედგინათ, რომ თითქოს ეს რაღაც ეწოლის შედეგია და რაღაცა, მაგრამ ნუ ეხლა თვითონ მოითხოვა და გააგდეს, აღარ არის. როგორც იქნა მისი დეპუტატობის ეპოპეა და აღარ შეიძლება ხო იდეაში საკანშის მონახულება. საკანში მონახულება მელიას არც უნდოდა. აუ საკანში ვის შეუძლია ხა ლიზა იასკოს მე მგონი ერჯერადი აქტი იყო. პერფორმე ველოდებ პერფორმანს. ლიზა იასკო მე მგონი არ არის ოფიციალური ცოლი. აქციაზე ველოდებ პერფორმანს მე. თუ გაეყრება ეს მათი პირადი საქმეა რა თქმა უნდა მიშა სანდრას და მე ციხეშივე მოიყვანს ცოლად ნუ გააფორმებს ამას ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მე ალბათ კი მაგრამ ჯერ არა ხო ჯერ არა კიდე ის არის საინტერესო რომ კუბას შეუულია მაგალითად მონახულება კი იმას შეუულია რა არა არ ნახულობს თაკო ჩარკვეს ნუ ციხე არ მოწონს იქ ხო გარეჯდომა თავის მომავალს ხედავ და არა კუბას არასოდეს არაფერი არა გიგით დაშაობული არა რა გინდა ძმაო ეხა ეს რა ქვია ნაძირლობის გამო და იმიტომ რომ ამორალური ხარ და საუმორალო კაც ხარ მაგის გამო არავის არ იჭერენ ციხეში გური ამ სტატუსზე გადაფსიხდი შენ და აბა გავუშვით თუ შეიძლება ფოტო რა არის ხო რა მადლობთ აი რაც არის ეგ არის რაჭა პროსტა უბრალოდ ჭა რატო ეგონდა არ ყავს რომ დეგენერაცია ახლა რომ კეთილი სურველი არ ყავს რომ პროსტა თავის პონჩი რო უთხრას რომ ჩვენთვის ეს სუდია რასაც ჩვენი ერთი რაჭველი მაინტერესებს ამის მერე მანამდეც მაინტერესებდა მაგრამ არ ვიცნობ მე ისეთ რაჭველს რომელსაც გვარამია ევოსება მაგრამ მართლა ერთი რაჭველი მაინტერესებს ამის მერე ვინც რო ნამუსდება ხო რო ნამუსდება აუ გვარამია რაჭაზე ბაო რო ჩავყოფილვართო ბიჭო ეს დაგვიქნია რელიგიური სექტა ფრთებშლის პოლონეთშიც თუ შეიძლება ნახეთ რიტუალი რელიგიური პოლონეთში გავუშვით მიშას პოლონელი მხარდამჭერები არიან ხმა მარტო ერთი რაჭველი მაინტერესებს ამის მერე ვინც რო ნამუსდება ხო რო ნამუსდება მადლობა ხო ესე იგი ეგეც არის ხო საღო ხო ეს არის რელიგიური სექტა რომელიც უკვე ფილიალი აქვს იქა რაღაც ეგეთი სექტები ხო არის მაყუცო შეულოს და ამას შეუულია ფულის გაკეთებას მიშას უკვე სექტა ამითი ხო ამითი სექტაზეც კი სიმბოლიკის გაყიდვით მაგრამ ვერ არა კაროჩე მიშა არა რა ხო აი მოდი ვიკითხოთ რა შეიძლება გააკეთონ ნაცებმა თუ მიშამ და ნაცებმა ერთობლივად აი რა გააკეთონ მაგარი აქცია და რა ვერ გააკეთებენ მაგრამ დაუშვათ ხო მაგარ აქციას ხალხი ჭირდება ვინ გამოვა აქციაზე ანუ აქციას ხო იმის მიხედვით გააკეთებენ რომ ვიღაცა ტიპები გამოყონ ჩვენი აზრით ინფლუენსერები ნუ ბუღაძე გამოვა იმღერებს ბუღაძე არ გამოვა მე გამოვა ნახე როგორი აქცია იმენა ნაცების სექტანტური და სადაც მურმან დუმბაძე გამოვა იქ არ მგონია რომ გამოვა ბუღაძე უკვე დაწერა მე რა პუტინის მტერი და პუტინის მოწინააღმდეგე ჩვენ გვიზის ციხეში გავიგე შავა მაგრამ მურმან დუმბაძესთან ანუ ეგრე დაკარგავს იგიენას რა პრობლემაა მურმან დუმბაძესთან გამოვა გამო რა სალომე სამადაშვილმა ხო შეინარჩუნა სამოზაურიც გამოიყო მე ნაცებს მე ბუღაძე სალომე სამადაშვილი გამოვა მე მაგ აქციაზე მიშას დაცვა მურმან დუმბაძესთან და გუბას სანიკისთან თაკოჩე კი მიშას დაცვა არის ის მაგნიტი რომელიც მალულ ფარულ ლატენტურ ნაცებს ეგ შეიძლება დაწერო გამივლენ დამოუკიდებლად დისტანცირებულად მაგრამ ამ სიგნალებში არ ინტეგრირდებიან ბიჭო ამ სიგნალებში თუ ინტეგრირდნენ რა ვიცი მე მივლენ კაცო იტყვის რომ არ გვინდა გავიგუზოთ ჩელიაპინს ნუ მაშინ იმათმაც უნდა გააკეთონ ხო მთელ სირცხვილიაც უნდა გამოვიდეს გამოვა მურმან დუმბაძესთან ერთად და არ ამგონია მე მგონია რომ ვინც კი არიან ესეთ პატარა
შკოტნიკი ხალხი ყველა გამოვა რა. გუბაზი გინდა კიდე გუბაზი მაგარი რაღაცა. გუბაზი არასოდეს არ არის ცოტა. გვაგინებს. კი, ბევრი. დავიდა, გავუშვით. როცა სანდრო გირგულიანის თემებზე დავრბოდით ქუჩაში მე მათ შორის და ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავ. ხო, მე არ მახსოვს მაშინ სალომე. ეს ის ხალხი ხო შემთხვევით ეგ ხალხი ყველა მიშას ხელისუფლებაში ხო არ მუშაობდნენ. მე რო გამომაკრეს იმაზე სისხლიან პლაკატზე. მე ვარ სისხლიანი და თქვენ ხართ უსისხლოები და სტერილურები? ოცნებაო? თქვენ ნაძირალებო. ნაცებს რო ტუფლებს უწმინდავდით და ყავას უდუღებდით და ახლა მინისტრები რო ხართ. რა შეეხება იმ ოპოზიციას, რომელიც ყოყმანობს. ახლაც გავიმეორებ. არ არის ჩემპანაცია ხა გიორგი გახარიას ესა რა ქვია, კრიტიკა, მაგრამ მინდა ვთქვა სამართლიანობისა გამო. ადამიანი შარტს აბარებს ვენაში და იძახის რომ იშა უნდა იჯდეს ციხეში ამ სასამართლოს პირობებში. ეგ რანაირი წესია? შენ არენდობი შარდის ჩაბარებას აქა ამ ხელისუფლებას და მიშა თურმე ამ სასამართლომ უნდა გაასამართლოს. კაია, მიშა შარდი შეადარა ერთმა. ახლა არა, ისე აქ არ არის ძალიან არასწორი ამაში. ამნაც გახარიასთან ყველა როგორ არის? გახარიასთან ეხა ყველა არა, ბიჭო, გახარიას ყველაზე სუსტი წერტილი არის ლოგიკა და თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა არა გაწეული. ეხა ეს სწორია. კი. არ არის სწორი? კი. მაგრამ გახარია გადაიხრება მიშასკენ. ხო ხედავ? ამაში უნდა თქვას, რომ გარეთ უნდა იყოს. კი, გახარიას რა ქვია პაროდისტმა ხო თქვა პარტიაში რო ყავს. არა, იმან თქვა რომ უნდა გაიმარჯვოს კანდიდატი. ცოტა დარჩა. აი, რო იტყვის, მერე მოგუბაზს მოიწონებს და всё, ქვეყანაც აშენდება, მაგრამ ცოტა დარჩა. მაგრამ შარტს რო შეაბდარა ბიჭო. არა, შარტს ხო არ ამის გამო შეადარა. სასამართლო არისო და მართლმსაჯულება ისეთი. შარდი და მიშა დააყენა ერთ მოქმედებაში. არა, ხო და ხარამეს ვამბობ რა მეგობრებო. შენ ეხა ნუ მაინც გახარია არის საოცარი ადამიანი. რომლის ქმედება ისე მოქმედებს რომ მასთან გუბაზიც კი არის მართლა. არა და ვაფშე არ ჭირდებოდა ეხა გუბას გახარიას კრიტიკა პირიქით, ხო? არა, აგერ ერთი ჩვენი ქუთაისელი მაყურებელი ამბობს რომ აღაზევა კრიმინალი ქართულმა ოცნებამო და ლოგიკური კითხვა დასვა რომ ერთ-ერთი ყველაზე შავი გაგების და კრიმინალური გაგების ქალაქი არის ქუთაისი. და როგორ არის აღზევებული კრიმინალი საქართველოში, როცა ქუთაისმა პაგონებიანს მისცა ხმა. არის ლოგიკა თუ პაგონებიანს ნაც პაგონებიანს, კი ბატონო. ნაც და პლუს პაგონებიანს, ხო? ხოჩეს ქუთაისის ეს ამბავი მართლა ფენომენალურია. ვაფშე ამ არჩევნების ბევრი ამბავია. ეგ არის ხატია დეკანონოსიძის 30 რაღაცა 12-13% არის ნონსენსი, საერთოდ ვერ იხსნება. თბილისიც თქვენი საქციელი კულტური არ არის. რა დაიგი კონკრეტო. თბილისიც რაღაცა საკითხი ამოსახსნელია. არა, თბილისი საპროტესტო იყო ყოველთვის თბილისი ისა, თან მიშა ჩამოვიდა. ჩემთვის მე სხვანაირად უყურებ. მიშას მმართველობის პერიოდშიც კი გრეჩი ხა იგებდა თბილისს თუ გახსოვს. დღეს ვაჩორის ირაკლი გობახიძემ თქვა ძალიან საინტერესო რამე. ისო რა ქვია, მელიაო ჯერ ინტელექტუალო და მერეო ხულიგანი და მაიმუნი, ანუ იმენა ნულს ქვემოთ არისო და ყოველი მესამე ხმას აძლევსო თბილისშიო და ეგ არისო პრობლემურიო და მაგაზე არის სამუშაო რეალურად. მართლა იგია, იმიტომ რომ ჩემთვისაც რაღაც პონჩი ამოუხსნელია რა მელიას ფენომენი ვაფშე. იმიტომ რომ არაფრით მიმზიდველი ტიპი არ არის გესმის? აი არც ქარიზმა, არაფერი არა. პროსტა არის აი თავით დამჯახებელი კედელზე. მე მგონია რომ ესეთ დუხზე არ არის. აი იქნება ზუსტად ისე როგორც სოფონი ჟარაძე მასთან საუბარში დაახასიათა ნოდარ მელაძე. ხო. ეგრე იქნება ეგ. იმიტომ რომ გამოფხიზლებულია. მიკნავლებული იქნება შენ. გამოფხიზლებულია. ხო, უკვე გამოფხიზლებული. არის ხმარო ფსიქოტროპულ რაღაცებს, ზოლომაქსებს და რაღაცებს ითხოვს და ნახოთ აბა. არ უნდა მიცენ არანაირად. ნუ ექიმი თუ იტყვის რომ უნდა მისცენო, მისცენი და ამ თვით. გაშენ ექიმი ვინ იქნება კაც? ორი ანზორ მელაძე მართვას, მელაძე რა შუაში ადამიანი. ანზორ მელაძე კარგია კი. ხო, ვიროს მეგობრებო. ჩვენ მეტი ისა გვაქვს, რა ქვია. აი, ხო და წეგან იმასაც და მე ზუგდიდი სამბოვი მეწყინა ყველაზე მეტად. იმიტომ რომ კაცმა რომელმაც 2 კვირის წინ თუ 3 კვირის წინ განაცხადა რომ აფხაზეთის ომშიო მე ქართულ მხარეს უფრო მეტად ვადანაშაულებო
ანუ მაგას სუგდიშ წავიდნენ და ხმები მიცეს ეგეც ძალიან სიმპტომური რაღაცაა. ჩვენ ძალიან ბევრი საშუალება გვექნება მეორე ტურამდე კიდე გავიაზროთ. ჩვენც გავიაზროთ. გააზრების პროცესში ვართ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აბსოლუტურად ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურში გავიაზროთ. არა, ცალსახად გასვლა. აბსოლუტურად. და მე უნდა ნახოთ და ამათ სიგიჟეს უყუროთ და გავერთოთ.